პარტია ლელოს ლიდერების გადაწყვეტილება საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დავიწყოთ ოპოზიციური პარტიების გამოხმაურებით. კოალიცია ცვლილებებისთვის და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარტია ლელოს ეს გადაწყვეტილება ღალატობს საერთო ბრძოლას ამ პროცესს, რომელიც მათ დაიწყეს ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და მათივე შეფასებით ეს გადაწყვეტილება არის ღალატი იმ პატიმრების, იმ ახალგაზრდების, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლება მათივე თქმით გამოამწყვრიათ ციხეში და მიუხედავად ზეწოლისა ისინი არ გატყდნენ. სწორედ ორივე პოლიტიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ერთადერთი სწორი გზა ბრძოლის გაგრძელების ეს არის ბოიკოტი იმისთვის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უფრო მეტად მოექცეს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. სწორედ ამაში მიაჩნიათ მათ გამოსავალი და ფიქრობენ, რომ ამ ბრძოლას ბოიკოტის ფორმით გააგრძელებენ, ხოლო რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ფიქრობენ, რომ ეს არის პარტია ლელოს მხრიდან დიდი შეცდომა, რადგან ამ შემთხვევაში ლელო ცდილობს მათივე თქმით, რომ ამ ფორმით ლეგიტიმაცია მიანიჭოს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ამ ქვეყანაში კოალიცია ცვლილებებისთვის და ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით ცდილობს, რომ დიქტატურა დაამყაროს. უღალატეს პოლიტიკურ პატიმრებს, უღალატეს 18, 19, 20 წლის ბიჭებს, რომლებიც ციხეში ზვიან და არ გატყდნენ, უღალატეს თავიანთ ამომრჩეველს, უღალატეს თელს ოპოზიციურ სპექტრს და მეორე სუნთქო გაუხსნეს ბიძინა ივანიშვილს. აი ეს არის რეალობა და ამ ღალატი, გარდა ამ ღალატისა ისინი ასევე საჯაროდ იტყუებიან, ეხლა როდესაც გამოდიან და ამას ამბობენ. მათი 80% ოპოზიციური ამომრჩევლის ამბობს, რომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ პარტიებმა და აქტიური ბოიკოტის რეჟიმში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ხიდები არ დაწვათო, კიდე ამაზე რო საუბრობენ ერთმანეთთან, ხიდები ლელომ დაწვა, როდესაც აი ეს მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის პირდაპირ ღალატი საერთო ეროვნული წინააღმდეგობისა, ყველა საღადმოაზროვნე ობიექტურ ადამიანს კარგად ესმის, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ერთი მხრივ დგას ქართული ოცნების გალეგიტიმურების ძალიან დიდი რისკი და მეორე მხრივ ლელოს მხრიდან ეს არის კლასიკური პოლიტიკური სიხარბე, მათ უნდათ რომ ამ სახელმწიფო ინტერესის დათმობის ხარჯზე რაღაც წარმოაჩინოს საკუთარი თავი როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, რაც ბუნებრივია რომ არ მოხდება. პარტია ლელოში აქვთ არგუმენტები, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ისინი მათ შორის პასუხობენ ოპოზიციური პარტიების შეფასებებს და ფიქრობენ, რომ მეორე მხარეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არასწორია ახლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მათგან ვერ მოისმინეს კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის არასწორი ნაბიჯი ლელოს მხრიდან, მაშინ, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ ახლა ივანიშვილის მიზანია სწორედ ამ არჩევნებში ის მარტო რომ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება, რომ ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა და ისინი ამ არჩევნებს უყურებენ როგორც ბრძოლის როლს და ამ ბრძოლაში ისინი მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ამ ბრძოლაში ლელოს გაყვება გახარიას პარტიაც, მიიჩნევენ, რომ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა ამ პირობებში არის სწორი და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას და ლელოს საერთო მერობის კანდიდატებიც კი ყავდეთ. ყველანაირად ვცდილობდით რაღაცა კომპრომისის გამონახვას, ხო? ერთ მხარეს იყო ბოიკოტის იდეა, მეორე მხარეს არჩევნებში მონაწილეობის, რომელსაც ჩვენ სიტყვაც არ გვინდა უწოდოთ არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა, ბრძოლაში შესვლას ვარქმევთ ჩვენ და ასეთად მივიჩნევთ. უბრალოდ ჩვენ ვხედავდით ამაში დამატებით ფლანგს, დამატებით ბრძოლის ფლანგს, ხოლო მეორე მხრიდან ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ ის რაციონალური არგუმენტები და ხედვა იმისა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ბრძოლაში ჩვენ არ შევიდოდით, ხო, 4 ოქტომბრის დე-ფაქტო არჩევნებით უგნებავთ ასე დავარქვათ, რომელიც კალენდარულადაც უწევთ, სანამ ჩვენ მოვიპოვებთ თავარს, ანუ საპარლამენტო არჩევნებს. მე არ ვფიქრობ, რომ სხვა გზა იყოს რამე უფრო ისეთი საინტერესო გზა, რომელიც უზრუნველყოფდა ერთობას. იმიტომ რომ არჩევნები იძლეოდა ზუსტად იმ მექანიზმს ერთიანობის, რასაც ერქვა ნეიტრალური კანდიდატები და საერთო ბრძოლაში გასვლა. ამას ეს იყო მნიშვნელოვანი. ხა დანარჩენი ეს ადამიანები რატო არ გადიან არჩევნებში, მე ჩემამდე უბრალოდ არ დადის. დანარჩენის ყველაფერი არის მართლა პირდაპირ მნიშვნელობით უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხი, რომ თითქოს და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს ეხა ამ არჩევნებში არ გასვლით, კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა რაღაცა პროცესი, ეს ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს. მე ვფიქრობ, პირადად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატურები. საერთო კანდიდატები
და იმიტომ რომ ეს ამ კანდიდატებს უნდა ქონდეთ საერთო დიაპაზონი იმისი, რომ ამ მომრჩეველმა მხარი დაუჭიროს. პარტია რელოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც მათ უკვე ოფიციალურად თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა საბაბუაძე, მან ამის შესახებ დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც წერს, რომ მას მცდარ ნაბიჯად მიაჩნია ახლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ როდესაც საერთო ბრძოლა გამოცხადდა ოპოზიციურ სპექტრში და მათ დატოვეს თავის დროზე საპარლამენტო მანდატები. ჩვენ მათ შორის საბაბუაძე შევთავაზეთ საჯაროდ ამის შესახებ საუბარი, თუმცა მან თქვა, რომ ამის შესახებ უკვე მოგვიანებით ისაუბრებს. ახლა საინტერესოა, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზე პარტია ლელო უარს აცხადებს, ის არ მიმართავს შეწყალების მოთხოვნით ყაველაშვილს, რადგან ფიქრობენ, რომ მის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისინი უყურებენ როგორც ბრძოლას ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და საინტერესოა გაგრძელდება თუ არა, ან იქნება თუ არა რაიმე ტიპის კონსულტაციები ახლა ოპოზიციურ პარტიებს შორის.